იმერეთში 212 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1239 პიროვნება გადის მკურნალობას. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41. COVID სასტუმროში 262 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებში კი 33. იმერეთში თვით იზოლაციაში 5243 პირია, ხოლო 24 საათში საქართველოში გამოჯამრთელდა 3045 ადამიანი. გარდაიცვალა სამწუხაროდ 39 ადამიანი, მათ შორის 1 კლინიკა ბომონში. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღინიშნებოდა, იყო გულზე ოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, აცხადებენ კლინიკაში. კიდევ ერთი COVID ინფიცირებული 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა ქუთაისში, რომლის გადარჩენაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. კლინიკა ბომონდის ექიმების განცხადებით საავადმყოფო 11-მა გამოჯამრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის იყო ქალი, რომელიც კლინიკაში ფილტვის ხსოვილის 80%-იანი დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის კურსს 2 კვირის მანძილზე გადიოდა. ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტებმა სტუდენტებთან ერთად აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ სამგზავრო გადასახადზე შეღავათები მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, უკვე შემოყვანილია მუნიციპალური ტრანსპორტი და დაპირების დამიხედვით საჭიროა დაიწყოს მსჯელობა სტუდენტებისთვის სამგზავრო გადასახადის შემცირებაზე. სტუდენტებს დღეში რამდენიმეჯერ უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა აუცილებელია შეღავათი. აქციას გამოეხმაურა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგოვიანი. მისი თქმით, საკითხებზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. მან ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. ზუსტად 1 წლის წინ ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტებმა სტუდენტებთან ერთად შევიტანეთ ინიციატივა, რომლის თანახმადაც ვითხოვდით 50%-იან შეღავათებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისათვის. გავიდა 1 წელი მუნიციპალური ტრანსპორტით შემოვიდა და უკვე ყველანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ რამდენიმეჯერ შევხვდით კიდეც ხელმძღვანელობას და მათგან სიტყვიერი პირობა გვაქვს, რომ ტრანსპორტის შემოსვლიდან ზუსტად 1 კვირაში, როდესაც დაინანგარიშებდეს სხვადასხვა ხარჯებს, დაიწყებოდა ამ საკითხის აქტიური განხილვა. ასე რომ 1 კვირაც გავიდა, ჩვენ სტუდენტები აქ ვართ და მზად ვართ ყველანაირი განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და უკვე მერიისაგან ველოდებით ადეკვატურ ნაბიჯებს. უამრავ სტუდენტს უწევს კორპუსებს შორის გადაადგილება ლექციიდან ლექციამდე, რომ სხვადასხვა კორპუსებში არის ძირითადად ლექციები დანიშნული. შესაბამისად სტუდენტებისთვის ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი, თუ კი სტუდენტებს ექნებათ 50%-იანი შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე, დაპირება იყო ზუსტად ის, რომ ტრანსპორტის შემოსვლისთანავე დაიწყებოდა ამ საკითხზე უფრო აქტიური მსჯელობა. შესაბამისად ჩვენც შევახსენეთ დამპირებელს, ასე ვთქვათ, და ველოდებით მათგან ხედით ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ სტუდენტებს უთხრა, რომ არსებული ტარიფებზე წინადადება უკვე დგას, აუცილებელია რომ იმსჯელოს საკრებულომ და საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ მე აუცილებლად მოვახსენებ მათ მიმდინარე ტარიფს, თუ რა და როგორ შეიძლება და რა ტარიფი ექნება ჩვენს ავტობუს მგზავრობისათვის. და ასე რომ მინდა რომ მოუწოდო პირიქით თანამშრომლობისაკენ, მინდა რომ განვიხილოთ ერთად არსებული საკითხები და მინდა რომ პირობა მიცე რომ აუცილებლად მიმსჯელებთ არსებულ საკითხთან მიმართებაში და ძალიან უახლოეს მომავალში, ფაქტურად მომდევნო საკრებულოს ხდომაზე მე მათ შემიძლია პირადად შევხვდე და გავაცნო არსებული საკითხები, რომლებსაც განიხილავს საკრებულო. კომისიებში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაწყებულია. ბიუჯეტის კლება არ გვაქვს, თუმცა არ გვაქვს არც ზრდა, განაცხადა საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ. ჯერჯერობით ბიუჯეტი პირველადი პროექტის მიხედვით 58,586,000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტს კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება წარმოადგენს. რაც შეეხება ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტს, იგი 25 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 61,236,200 ლარით განისაზღვრა.
რეზერვებთან ერთად ამ თანხის ასახვაც ეკონომიებიდან მობილიზებულია საქმიანი კეთილების მშენებლობიდან კონსტრუქციის პროგრამა კიდე შევამცირეთ 25 და 700 ლარი და როგორც ახლა გითხარით ყველა ეს ეკონომიკა ესეთი პროგრამა დავამატეთ ამ წლის ბოლოს უკვე ეს ანუ პრიორიტეტები რჩება უცვლელი არის ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური დახმარება ურალოდ არსებული ბიუჯეტის პირობებშიც ვინარჩუნებთ ისევ იმ პროგრამებს იგივე იმ თანხებით იგივე იმ დაფინანსებებით რაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა საბედნიეროდ არც ინფრასტრუქტურის კუთხით და არც სოციალური კუთხით რომელიმე პროგრამას შემცირება არ ემუქრება ვინაიდან ზოგადად ბიუჯეტი არ მცირდება ვინარჩუნებთ იმ პარამეტრებს რაც ჰქონდა 2020 წლის განმავლობაში ეს ჯერჯერობით და როგორც მინიმუმ და როგორც მაქსიმუმ წლის განმავლობაში გვაქვს რეალური პერსპექტივა გვაქვს რომ გავზარდოთ შესაბამისად ცვლილებების მიხედვით. ინფრასტრუქტურა ძირითადად დაფინანსება როგორც ამ ბოლო წლებში ხდება ზოგადად რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომელზეც განკარგულება გამოიცემა როგორც წესი ან დეკემბრის მიწურულს და ან იანვრის დასაწყისში და როგორც ტრადიციულად ჩვენ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ასახვას ბიუჯეტში ვახდენთ უკვე პირველივე ცვლილებაზე ეს ძირითადად ხდება იანვრის ბოლოს. და მინიმუმ ანუ რეგიონული განვითარების ფონდიდან იქნება მინიმუმ 12 მილიონი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 4.5 მილიონი. გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დასრულებულია. ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ადგილზე იმყოფებოდნენ ფონდისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში. პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება. გელათის ამჟამინდელი დროებითი გადახურვის სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების საგარანტიო ვადის ფარგლებში განახორციელა და მასში სახელმწიფოს დამატებითი თანხა არ გადაუხდია. ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარალელურად, ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ მუშაობას, უკვე ძირითადი გადახურვა, საბოლოო გადახურვის კრამიტების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით. იცით რომ ეს ხანგრძლივი პროცესია უშუალოდ იმ ავთენტური კრამიტის ტრადიციული კრამიტის დამზადება, ამიტომ გვინდა რომ ვიპოვოთ სხვა გზები ამ პროცესების დასაჩქარებლად, რომ საბოლოო სახე გელათმა რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში მიიღოს. მუშაობთ იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ის ხარვეზების სრული იდენტიფიცირება მოხდეს, თუ სად გვაქვს ხარვეზები, როგორც ზედა კალთებზე, ასევე ქვედა კალთებზე და მოხდეს, ასე ვთქვათ, იმ კარგი კრამიტების დამზადების დაჩქარება, რა თქმა უნდა, ხარისხის შენარჩუნებით, რათა 2021 წლის დასაწყისიდანვე, როგორც კი მოგცემს ამინდების შესაძლებლობას, დაიწყოს ამოცვლის პროცესი, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ტაძარი დაებრუნებს თავის იერსახეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ზამთარს უსაფრთხოდ გადაივლის გელათის ტაძარი. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას სტუმართან ერთად განვაგრძობთ. რას აპირებს ოპოზიცია? გაგრძელდება თუ არა ბოიკოტი და გაიმართება თუ არა მოლაპარაკების მესამე რაუნდი? მთავარი შეკითხვებს პარტია ლელოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი პასუხობს. ანა, მოგესალმებით და მადლობა რომ გვერთვებით. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ანა, პარტია ლელოს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. რაზე ისაუბრეთ? ისევ ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელებთ ყოფნას და რომელიმე პარტიასთან ბლოკის ან გაერთიანების შესახებ ხომ არ ქონიათ საუბარი? მეორე შეკითხვით დავიწყებ, არანაირი ბლოკი და გაერთიანება არ განიხილება, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი მთელი დრო და ენერგია ახლა მიმართულია იქამდე, რომ ვახდინოთ იმ ტიპის ცვლილება ქვეყანაში, რომელიც ასეთ მომწიფდა და ასეთ ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფომ გააგრძელოს წინსვლა. ეს არის სუფთა და რეალურად სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფა.
ჩვენ ძალიან დიდი ხანია ქონდა და სამწუხაროდ 31 ოქტომბრის არჩევნებმა გამოავლინა ყველა ის მანქიერება, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნებს ახასიათებდა, უბრალოდ ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს კიდევ უფრო ახალ დონეზე იქნა აყვანილი ქართული ოცნების მხრიდან. ამიტომ სანამ ეს პრობლემა, ძალიან სერიოზული პრობლემა, პირდაპირ ვიტყოდი, საცოლი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ვერ იქნება გადაწყვეტილი ვერანაირ სხვა საკითხებზე, ვილაპარაკებს და ეს არის საარჩევნო საკითხი რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი? მათ შორის თითოეული მოქალაქისთვის იქნება ეს ქუთაისიც, ცხოვრებული საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე. იმიტომ რომ მარტივად რომ ავხსნა ხო? არჩევნები ეს არის პოლიტიკურ ძალებს შორის შეჯიბრი, მაგრამ აქ პროცესი ხوار უნდა დამთავრდეს, ამან უნდა მოუტანოს ქვეყანას და ქვეყანაც არ არის აბსტრაქცია, ეს არის კონკრეტული მოქალაქეები, რომელსაც უნდა მოუტანოს სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივა. როგორ უნდა მოუტანოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ან პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანას, ან სტაბილურობა, ან კეთილდღეობა, ან განვითარების პერსპექტივა, თუ ჭუჭყიან არჩევნებზე დგას ძალაუფლების შენარჩუნების, ან მოპოვების პროცესი. მე პირადად არ მჯერა, რომ აი ძალადობაზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე, კრიმინალთან გარიგებაზე, ჩაყრაზე, ელემენტარულ მათემატიკურ ბალანსის ვერ დასმაზე, რომ გადის გზა, ამ გზას რომელიმე პოლიტიკური ძალები გაივლიან და მე ისინი ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებენ. და ამიტომ არის მათ შორის ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ეს 30 წელი, ამიტომ დავდივართ წრეზე, რომ ძალაუფლებაში რომ მოხვიდე, აი ამ რაღაცეებზე, ან უნდა ამას მოაწერო ხელი. ან თვალი დახუჭოთ, არც ერთი არ გვინდა დამთავრდა ვიცით დიახ, ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ახალი თაობის პოლიტიკოსებმა, რომ საქართველოში არაერთი არჩევნები ჩატარებულად ცუდად, გაყალბებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ნურავინ წამოგვეძახებს განსაკუთრებით ჩემ თაობას, ნურავინ ეტყვის, რომ ეს ასე ხდებოდა ამ ქვეყანაში და რა გინდათ განსხვავებული, რაღაცა ცოტათი წინ ხო წავედით, დაღრილები ვართ უკვე. ანუ ოპოზიციის მოთხოვნები ისევ რჩება უცვლელი, ისევ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი. გასაკვირველია და არა იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციის ახირება, ან იმიტომ რომ ძალიან მოგწონს კიდევ ერთხელ ამ გზის გავლა. ეს გზა უნდა გასუფთავდეს, ეს გზა უნდა გახდეს რეალური შეჯიბრი. ოპოზიცია ხო არ ამბობს იმას, რომ მე გადმოვაბარეთ ხელისუფლება და მე დავიწყებ ქვეყნის მართვას. ჩვენ რას ვითხოვთ? ერთადერთ რამეს, რაც მე მგონი ძალიან ნორმალური მოთხოვნა არის და ყველა სამართლიანი და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს უნდა იყოს მისაღები. ჩვენ ვამბობთ, რომ პროცესი არ იყოს სამართლიანი და შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ სამართლიან პროცესს. ჩატარდეს არჩევნები, რომელიც რეალურად იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმული და სამართლიან სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმული და ამ სამართლიანი პროცესის შედეგად ვინც გაიმარჯვებს, ჩვენ ამ შედეგს ვაღიარებთ. აქ პროცესთან არის პრობლემები, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი 31 ოქტომბრის განმავლობაში, როდესაც ფაქტიურად საქართველოს არაერთ ქალაქსა და სოფელში ქუჩამ ჩაატარა არჩევნები სუსთან ერთად, რასაკვირველია, როდესაც მასშტაბური სახე ჰქონდა ამორჩეულის მოსყიდვას, როდესაც ამ ყველაფრის ფონზე საღამოს კიდევ ვერ დასვეს ბალანსი და ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ან იყო ან ჩაყრილი ბიულეტენები, ან მასობრივად დატრიალებული კარუსელი და კარუსელს როცა ვამბობ, მაინც გამიჩნევ, არის ორი ტიპის კარუსელი, როდესაც ერთი და იგივე ამორჩეული აძლევს ხმას და თუ კარგად არის მობილიზებული დამკვირვებელი, მას შეუძლია შეამჩნიოს, ფიზიკურად ერთ და იგივე ადამიანი ორ სხვადასხვა უბანზე გამოცხადა, მაგრამ არის კარუსელის კიდევ მეორე ფორმა, რომელიც უფრო რთულად არის ამოსაცნობი და ფაქტურად ძალიან რთულია ამის მტკიცებულების მოპოვება. ეს არის განვარტა უბრალოდ კარუსელის მეორე ფორმას, როდესაც მე თქვენ გავალებთ, რომ დილით თქვენ ვითომ ხმა მისცეთ და სინამდვილეში ერთი цаრიელი ბიულეტენი გამომიტანოთ და შემდეგ ამ ბიულეტენის გამოყენებით მე ვაკონტროლებ ათობით თუ არა ასობით ამორჩევლის ნებას, რომ შესულს ვაძლევ ჩემს მიერ შემოხატულ ბიულეტენს და ფულის ან დაშინების ან დეწოლის სანაცვლოდ ვავალებ მასეს, რომ თავისუფალი ბიულეტენი ან цаრიელი შემოუხაზავი გამომიტანოს. ასეთი ეს იკითხება, როდესაც არის ნაკლებობა, ანუ არის უბნები, მათ შორის ქუთაისში, სხვა შორის და მე ამაზე არჩევნების მეორე დღესვე ვისაუბრე, რომ კარუსელია დატრიალებული, როდესაც ბიულეტენები აკლია. ეს არა ერთი ბიულეტენი, არის შემთხვევაში 10 ბიულეტენი აკლია, არის შემთხვევაში 50 ბიულეტენი. არავის არ შეიძლება ეგზოტიკური ამორჩეველი ყავს, რომ ვინმეს უნდა ეს ბიულეტენი ამდენ რაოდენობაზე შეიძლება იყოს ერთი ცუღლოტი ამორჩეული, რომელმაც ინტერესის, აზარტული ინტერესის გამო მოიპარა ბიულეტენი და სახში წამოიღო, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ასობით ადამიანი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სისტემურად განხორციელდა კარუსელი
და ასეთი პროცესის შედეგად, აი, დავსვათ მარტივი კითხვა, როდესაც ამაზე მიდის ვინმე. შეიძლება ის მერე ხალხის ინტერესს მოემსახუროს? ნუ ექნება ნურავის იმედი, რომ ეს ესე იქნება და სხვათა შორის მაინც გავიხსენებთ ამუნა. ასე რომ აპირებდნენ არჩევნების ჩატარებას, ეს საკითხადიც იყო საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვახსოვს, მათ შორის არც ადგილობრივ მედიაში და არც ცენტრალურ მედიებში, არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი, მათ შორის ახლა ქუთაისში გამარჯვებული კანდიდატები, არ მოსულან არც ერთ დებატებზე. და ეხლა როგორ დავიჯეროთ, რომ ადამიანი პარლამენტარობისთვის ემზადება, მერობისთვის ემზადება და დებატში არ ჯდება, ეს რას ნიშნავს? რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ადამიანის ინტერესში არ შედის იდეების ირგვლივ ჯანსაღ კამათში მონაწილეობა მიიღოს, ხო? ბატონო ანა, ევროპარლამენტარები ოპოზიციას ურჩევენ პარლამენტში თავიანთი ადგილები დაიკავონ მიუხედავად იმისა, რომ ისინიც აღიარებენ რიგ შეცდომებს, რომლებიც და დარღვევებს, რომლებიც თან ახლდა ამ არჩევნებს და რას აპირებთ? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში იქნება ეს ევროპარლამენტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ძალიან მძიმე შეფასება აქვს მიცემული ამ არჩევნებს. ეს არ არის რიგითი და ჩვეულებრივი გადაცდომები ან ხარვეზები, ან რასაც ცდილობდნენ ხოლმე პირველ დღეებში განსაკუთრებით ადამიანური დააღლილობისთვის და დაძაბულობისთვის მიეწერათ ის საოცარი პათოლოგია გაბრჭყალებს. მათემატიკაში შეიძლება ეწოდეს, რაც ოქმებში დაფიქსირდა. აქ არის საუბარი მათ შორის აი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი როცა იყო ჩამოსული ოფიციალური შეხვედრის, სამუშაო შეხვედრის, მაგრამ ოფიციალური შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოქვეყნდა, გასაჯაროვდა ოფიციალურად, არ გაუჟონავს, სადაც მოხსენებლების სახელმდებარები არ იყო დასახელებული, თუმცა მთელი საუბარი, როგორ საუბრობენ ამერიკის მაღალჩინოსნები ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში და როგორ აფასებენ არჩევნებს, ნათლად არის გაშიფრული. და იქ არის ნათქვამი, რომ პირველ საათებში, პირველ დღეებში ჩვენც ვერ მივხვდით, არ იყო ასე აშკარა გაყალბების მასშტაბი, მაგრამ შემდეგ უკვე გამოიკვეთა და სტუმდა მოსყიდვა, ძალადობა და იძულება, კარუსელი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან, როგორც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა. მეორე მხრივ ხა ბავშვობა არის თუ ვინმე ეგონა, რომ ან ქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდოდა რომელიმე ევროპარლამენტარი ან გამოგზავნდა წელს, რომ დიახ ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გააგრძელოს. რა თქმა უნდა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ჩვენ როგორც თავის ქვეყანაში აქვს ნორმალური ინსტიტუციური განვითარების სივრცეები, მოწოდება არის, რომ ინსტიტუციურ ჩარჩოში დარჩეს პროცესი. ჩვენც ეს გვინდა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ საქართველოში პარლამენტარიზმი შედგეს, ნამდვილად გვინდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს. ნამდვილად გვინდა, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი და ამ მსგავსი კანონშემოქმედებითი პროცესი. ბატონო ანა, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე თუა საუბარი. მოლაპარაკების მესამე რაუნდზე თუა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და მოლოდინი როგორი გაქვთ წამოვა მთავრობა კომპრომისზე? თქვენ იცით, რომ მესამე რაუნდი არის დაანონსებული, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არც გადაწყვეტილა და შესაბამისად არც არის ცნობილი საჯაროდ. ოპოზიციის პოზიციები არის გაცხადებული, დასაბუთებული, ვფიქრობ, ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ თუ ახლა ეს სისტემა ვერ გადავტეხეთ და ღირებულებითად არ შევთანხმდეთ, აქ არ არის საუბარი ლელოს ამორჩეველზე და მაგალითად ოფისების ამორჩეველზე, სხვის ამორჩეველზე. აი საზოგადოებამ თუ არ გააცნობიერა და სხვაშორის უბრალესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების საბედნიეროდ აცნობიერებს ამას, რომ სამართლიანი პროცესის გარეშე არ არსებობს სამართლიანი შედეგი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან პროცესს. და ამას ვითხოვთ უკვე ორი რაუნდია და მესამე რაუნდზე ველოდებით ხელისუფლების მხრიდან საქმის ადეკვატურ წინადადებას. ამ ადეკვატური წინადადების გარეშე აფერი არ გამოვა. ამიტომ ჩვენ ველოდებით ამ წინადადებას ხელისუფლების მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ გონიერების რაღაც ნაწილი გაიღვიძებს ქართულ ოცნებაში და ისინი გადმოდგამენ შემხვედრ ნაბიჯებს, იმიტომ რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი და იმიტომ რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ძალიან დიდი მადლობა ანა, დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვის პარტია ლელოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი პასუხობდა. მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია აგრძელებს, მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა. ხვალამდე გემშვიდობებით, გამოშვების დასასრულს ტრადიციულად ამინდის პროგნოზი. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.